გიორგის თხოვ მოგვიყვეს პირველი რეაქციები როგორი არის ვაშინგტონიდან როგორ ჩანს ის პროცესი რომელიც ახლა მიდის არა მარტო მიუნხენში. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველი რისი თქმა შეიძლება, ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ არ შეიძლება ზედმეტი ყურადღება, თქვათ, მივაპყროთ განცხადებებს, იმიტომ რომ ერთია განცხადებები და მეორეა, თქვათ, რეალური შედეგი დადგება და აი თვალსაჩინო მაგალითია 2018-19 წლებში ბატონი ტრამპი ორჯერ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ბატონ კიმ ჩენ ინს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეა არც განიარაღდა, დღემდე ისევე იქცევა როგორც იქცეოდა. შესაბამისად, არა მარტო სატელეფონო ზარებს არ უნდა მივივანიჭოთ, იმაზე მეტი მნიშვნელობა ვიდრე მას აქვს, არამედ სამიტებსაც კი. წინ ურთულესი მოლაპარაკებები ელოდება როგორც რუსეთს, ისე უკრაინას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნამდვილად წინასწარი პანიკა ან ჰალუცინაციები და ილუზიებით საგარეო პოლიტიკის ჩანაცვლება ნამდვილად არ იქნება სასარგებლო. ბატონ გიორგი, მაინც უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება ტრამპის პირველი ვადის გათვალისწინებით, თუმცა ამ მეორე ვადის პირობებში ტრამპი უფრო თამამიც არის, უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, უფრო შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ ავტონომიას აძლევს მის მიერ დანიშნულ პირებს თუ პირიქით გვაქვს უკვე ვერტიკალი უფრო მყარი არის და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად რეალიზდება. მაგალითად, ახალი თავდაცვის მდივანი, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ მისი გამოცდილება მისი თუნდაც ევროპელ კოლეგებთან მიმართებაში საკმაოდ მწირია, მაგრამ ძალიან აქტიური ენერგიული ადამიანი არის, ხო? ამერიკულ აუდიტორიაზე, ამერიკულ პუბლიკაზე ეს ყველაფერი მაინც მუშაობს თავად ტრამპის მხარდამჭერებისთვის, თუნდაც გაცილებით უფრო გასაგებია ეს გზავნილები, რომელიც ტრამპის მხრიდან უკრაინაში მინერალების წიაღისეულის ექსპლუატაციის შედეგად ამერიკისათვის სარგებლის მიღებაზე აქცენტით კეთდება. მაგრამ აი როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან რა არის შიდა ამერიკული პოლიტიკის ნაწილი, ბაიდენის ადმინისტრაციაში შურიზიების ნაწილი და რა არის ის წითელი ხაზები, რომელსაც არც შემთხვევაში ტრამპი არ გადალახავს და გადააბიჯებს, თუნდაც იმის გამო, რომ თვითონ არ აღმოჩნდეს დადანაშაულებული ისეთი ტიპის ქმედებებში, რომლისთვისაც უმკაცრესად და დამსახურებულად აკრიტიკებდა მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთიდან გამოსვლის შედეგების და გავლენის გათვალისწინებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეორე ვადაში ეს აღინიშნება, რომ გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, ვერტიკალი, ასე ვთქვათ, უფრო მოწესრიგებულია იმ კუთხით, რომ აი ეს თავდასხმაც ასე ვთქვათ ფედერალურ ბიუროკრატიაზე ეს ასე ვთქვათ ეს ნიშნავს რომ მან პირველი ვადიდან რაღაცა გაკვეთილები ვთქვათ ისწავლა. თავისებური შეიძლება ცუდი, მაგრამ ისწავლა რომ მას მიაჩნია რომ ეს ფედერალური ბიუროკრატია მას ხელს უშლის, მას მიაჩნია ეს ეგრეთ წოდებული deep state, რომ ეს ჩაბუდებული ბიუროკრატია მის პოლიტიკას არ ატარებს და აქედან არის ეს ვთქვათ ცუნამი გადაწყვეტილებებისა, რომელიც ზოგი ჩერდება, ზოგი არ ჩერდება და აქედან გამომდინარეობს ისიც რომ რუბიოც და ბატონი ჰექსეტიც დიდი ალბათობით გაცილებით უფრო ჭყალებში თუ არაბჭყალებში ტრამპისტები იქნებიან და იმას გააკეთებენ რა ტრამპს უნდა მიუხედავად იმისა თვითონ რა პოზიციებზე დგანან განსაკუთრებით რუბიო ხო ძველი ნეოკონსერვატორი და აირაის ბორდის წევრი ყველას გვახსოვს მაკეინი მიაჩნდა თავის ერთ-ერთ მთავარ მოდელად როლ მოდელად ამერიკულ პოლიტიკაში მაკეინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და დღეს აირაის ბორდის წევრი იყო და დღეს USAID-ის გამოშიგნაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ასევე უკრაინის დახმარებას არ მისცა ხმა, ხო, ბოლოსში სამხრეთის საზღვარის გამო ცალსახად თავდაცვის და საგარეო მდივანის გაატარებენ იმ პოლიტიკას, რაც ტრამპს უნდა და ტრამპი გაცილებით უფრო ავტონომიურია ვიდრე პირველ ვადაში იყო. პირველ ვადაში მაინც ჰქონდა ეს პიიტეტი, ასე ვთქვათ, ელიტის თუ რესპუბლიკური ელიტის, რომ აი გამოცდილი გენერლები დავინიშნო გვერდით, გამოცდილი ხალხი რომ არ ეგონოთ, რომ ნამეტანი თქვათ ჭყალებში სიგიჟეებს გავაკეთებ. ეს ყველაფერი მოხსნილია. მეორე ვადა, სასამართლო დევნა, თავდასხმა, ეს ყველაფერი მას დაარწმუნა, რომ ის მართალია და მისი გზა არის ნამდვილი გზა. ეხლა რაც შეეხება რა გადაწყვეტილებებს და როგორ მიიღებს და რანაირად. უნდა თქვათ განვიჯნოთ ერთმანეთისგან ფორმა და შინაარსი. მიუხედავად ხო ბაიდენის ადმინისტრაციის დეკლარირებული პროუკრაინული განწყობებისა, როიტერში ეწერა, რომ 2024 წელს დაპირებული ჯავშანმანქანების მხოლოდ 30% მიცეს. ნატოში ინტეგრაცია კი ბატონო გაცილებით უფრო თქვათ ხმამაღალი იყო ბაიდენი, მაგრამ საქმეზე რომ მიდიოდა, ყველამ ვიცით, რომ არც ბაიდენი არ აპირებდა უკრაინის ჯერჯერობით ნატოში მიღებას, ხო? შესაბამისად ამ ხრივ ფორმა და შინაარსი კი ბატონო გაცილებით ესეთი ხისტი განცხადებებით გამოვიდა
თავდაცვის მინისტრი და ტრამპიც რაღაცა განცხადებებს აკეთებს, თუმცა საქმეზე რომ მიდგება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ურთულესი მოლაპარაკებები მოდის წინ მრავალი მიზეზისგან, მათ შორის იმის გამოც, რომ პუტინმა შეიძლება საერთოდ არ მიიღოს არანაირი ზავი იმ გათვლით, რომ თქვა, შემდეგი 2 წელი შეიძლება პუტინმა ჩათვალოს, რომ მისთვის უფრო იოლი იქნება, ვიდრე თქვა ზელენსკისთვის, იმიტომ იქაც ხო ხა რუსეთში სამხედრო მანქანა მობილიზებულია, პირველი ასე თქვა კრიზისები ეხლა რა თქმა უნდა არ ულხინთ, მაგრამ ის კრიზისები თქვა გადალახეს რაღაცა ურთულეს ფასად რაღაც 20 კილომეტრს, რასაც იპყრობენ იმ დონეცკში, მაგრამ ეს სამხედრო მანქანა მოკოკილია და ამის გაჩერება ეხლა პუტინსაც უნდა არ უნდა შეიძლება გათვლა რომ აქვს თუ არა ტრამპს ესკალაციის თავი. აქ ერთ-ერთი თავი საკითხია რომ თუ პუტინმა ზავი არ მიიღო, აქვს თუ არა ტრამპს ესკალაციის თავი, რაც ალბათ პუტინიც ფიქრობს, იმიტომ რომ კი ბატონო, განცხადებებია, მაგრამ რეალურად აქვს თუ არა ამერიკას თავი, როცა რუსეთი აღწარმოებს 3 მილიონ ჭურვს წელიწადში და ევროკავშირი ისედაც დაგვიანებით ამობილიზებს 1 მილიონ ჭურვს, აქვს თუ არა ამერიკას ორმაგი და სამაგი ესკალაციის თავი. ეს სანქციებიც რაღა დარჩა დასასანქცირებელი, ხო კი ემუქრება ტრამპი რუსეთს კიდევ უფრო, მაგრამ ეს ამ სანქციების ბოლომდე მოჭერის თავიც აქვს თუ არა. აი ურთულესი მოლაპარაკებები წინ, ამიტომ ახლა პანიკა და განცხადებები რომ ეს იმას მიატოვებს, ეს ამას გაყიდის, არასერიოზული ერთი და მეორე რეალობას არ ეფუძნება, იმიტომ არავინ არ ვიცით რითი დამთავრდება მოლაპარაკებები. ტრამპს რა თქმა უნდა ტრამპის არჩევით ეს თქვათ ეს ხისტი რეალპოლიტიკა დაბრუნდა და ეს თქვათ ის თქვათ ინსტიტუციური საფარველები რომ აი ჩვენ ამათ მოველაპარაკებით პირველი ვის დაურეკავს ხო პირველი ტრამპს იმას პუტინს დაურეკა და არა ზელენსკის ეს ბევრს არ მოეწონა მაგრამ ის კაცი ახლა ამბობს ასე თქვათ სათაციძაკის პრინციპში ტრამპს მანამდე ქონდა არაერთი კომუნიკაცია მათ შორის პირადი შეხვედრის სახითაც ჯერ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ზელენსკისთან ამიტომ ასეც ვერ ვიტყვით რომ ზელენსკის არ დაურეკა ზელენსკისთან ქონდა საუბარი უბრალოდ აი ამ მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლის პერიოდში შეიძლება ითქვას რომ პირველად თითქოს პუტინს ელაპარაკა თუმცა ზელენსკიმ თქვა გუშინ რომ სამჯერ ქონდა საუბარი ტრამპთან და მათი გუნდები აქტიურად მუშაობენ ახლა მოლაპარაკებების ძირითად პრინციპებზე იმიტომ რომ ტრამპი აქ უკვე შემოდის რომ რა თქმა უნდა ომის დასრულება უნდა ბევრი მიზეზის გამო მათ შორის და ესეც არის რომ ბაიდენის ჯინაზე იმიტომ ეს ყველა გამოსვლაში ამბობს რომ მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი ომი არ დაიწყებოდა ამის არანაირი თქვა როგორც თქვი საბუთი არ აქვს იქნებოდა თუ არა მაგრამ მას ესე თulis ხო ბევრ ამას მიაჩნია და თulis რაც არასწორია მაგრამ მიაჩნია და შესაბამისად ეს უნდა რომ ომი დაასრულოს თქვა იმიტომ რომ აჩვენოს რომ ბაიდენზე ძლიერია თქვა იმის ჩვენებაც უნდა რომ პუტინის მისი ეშინია და პუტინი ძალას პატივს ცემს და ამიტომ რახან ის ასე თქვა ძლიერი ლიდერია პუტინი მას დაუზავდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა იქნება და როგორ არის ურთულესი საქმე. რა თქმა უნდა, აი ტრამპის ამ პოსტშიც გამოჩნდა, რომ პუტინმა ჩემი წინასაარჩევნო სიტყვები გამოიყენა. რა თქმა უნდა, პუტინი ცდილობს მის ამას მოთაფლას დავარქმევ თუ ასე ვთქვათ, ხა მაინც კგბ-ს ოფიცერს ეს არ გაუჭირდება. თუმცა საქმეზე რომ მიდგება, წინ ურთულესი მოლაპარაკებებია. ისტორია სხვადასხვა გამოცდილებას გვასწავლის, კი ბატონო, ავღანეთის გამოცდილება ტრამპს წინ უნდა ქონდეს, ასევე ურთულესი გამოცდილება, ხო, სამხრეთ ვიეტნამის, სადაც თქვა 79000 ადამიანი თვითონ ამერიკელი ჯარისკაცი ჩააწვინეს და დაუზავდნენ და 2 წელიწადში ცივად ვიეტნამას, სამხრეთ ვიეტნამი აიღო. შესაბამისად, ურთულესი გამოცდილებები და ურთულესი მოლაპარაკებებია წინ. და არ ყველა და ეს განცხადებები 1000 ჯერ შეიცვლება, ხო? ეს პოლიტიკაა, ის ხო არ არის, რა ქვია. სახარება რომ არ შეიცვალოს. შესაბამისად, მათ შორის ბატონ გიორგი ბოლო კითხვას დაგისვავთ და ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედი დემოკრატიაა. როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ გადახრებზე, მცდელობებზე, რომ იმაზე მეტი ძალაუფლება წაიღოს მაგალითად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიდრე ეს მას კონსტიტუცია და ინსტიტუციონალურად ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაუფლების დანაწილების ეს კონსტიტუციური პრინციპები, რომელიც მოქმედებს და ინსტიტუტები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ისტორიულად თავიანთ როლს კარგად ასრულებდნენ, მათ შორის ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდშიც. მაგრამ განსაზღვრელი მაინც არის საზოგადოებრივი აზრი. გასაგებია, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არჩევნებისთვის, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ჰქონდა წამყვანი ხასიათი, მაგრამ ამერიკელებს არ უყვართ, როდესაც მათი პრეზიდენტები დამარცხებულები გამოდიან ხოლმე მსოფლიო სცენაზე. უკრაინასთან მიმართებაში რაიმე ტიპის ისეთი დათმობები, რომელიც ამერიკის შეერთებულ
შეერთებული შტატების საერთაშორისო პოზიციებს მის მთავარ ვიზავისთან, მოწინააღმდეგესთან, ჩინეთთან ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დაასუსტებს. როგორ აღიარდა რუსეთი ზუსტად ავტორიტარული რევიზიონისტული სახელმწიფოების პოზიციების გაძლიერების ნაწილია, ხო ეს პროცესი? რა გავლენას მოახდენს და რამდენად უწევს ამას ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, ისეთ ძალაუფლების მოყარე, მაგალითად, როგორც არის ტრამპი? რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრი ყველა მოქმედ აქტორში უნიშნელოვანესი იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ამერიკაშიც მიუხედავად უკრაინის საკითხი, თქვათ, პირდაპირ ისრაელი არ არის, ისრაელი გაცილებით მნიშვნელოვანი ამერიკისთვის შიდა პოლიტიკურად, სხვადასხვა მიზეზების გამო ვიდრე უკრაინა, მაგრამ უკრაინის ასე ვთქვათ, ესე პირდაპირ ჩაბარება, რა თქმა უნდა, ტრამპისთვის არ იქნება მომგებიანი, მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა სავიწყდება, რომ საზოგადოებრივი აზრი არსებობს უკრაინაში და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთშიც. ამიტომ ის რომ აქ რაღაცა კაპიტულანტურ ზავს ზელენსკი არ და ვერ მიიღებს, იმიტომ რომ იქაც ხალხი შეიძლება უბრალოდ აჯანყდეს და რუსეთის რაღაცებზე, რასაც თქვა ტრამპს უნდა რომ რუსეთი წავიდეს, უბრალოდ შეიძლება არ და ვერ წავიდეს. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ურთულესი ტრამპს გონია რომ იოლი მოლაპარაკებები იქნება. შეიძლება არ გონია უბრალოდ ეგეთი სტილი აქვს, რომ ამბობს რომ იოლი იქნება. ურთულესი მოლაპარაკებები იქნება. პუტინი რა თქმა უნდა ბევრ რამეზე არ წავა, რასაც ტრამპს გონია რომ წავა და გათვლა იქნება აქვს თუ არა ტრამპს ესკალაციის დავი და ტრამპიც იძულებული იქნება, ხო? მე აქვს წინასაარჩევნო ნათქვამი, რომ თუ პუტინი არ დამიზავდება, მე თქვათ ზელენსკის მეტი არ ახს მივცემ. შესაბამისად, წინ ნამდვილად საინტერესო და ურთულესი პროცესი იწყება და წინასწარ კიდე ერთხელ მეორებ, რომ რაღაცა ანალიზები და განცხადებები, რომ ამან ის გაყიდა და ამან ის ქნა, ეს არასერიოზულია იმ კუთხით, რომ თვითონ ტრამპმა და პუტინმა და ზელენსკიმ არ იციან საბოლოოდ რა იქნება და ეხლა მარჩიელობა, რა თქმა უნდა, კაი საქმე არ არის. მადლობა ანალიზისთვის და არა მარჩიელობისთვის გიორგი ხატიაშვილს, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორია და ვაშინგტონში საქმიანობს, მას დაამშვიდობებით.